გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. დავით სონღულაშვილი დღეს კახეთსა და გარდაბანში იმყოფებოდა. მინისტრი დედოფლის წყაროში მეხორბლე ფერმერებს შეხვდა. წელს მუნიციპალიტეტში შარშანდელთან შედარებით უკეთეს მოსავალს ელოდებიან. მინისტრმა შეხვედრაზე ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება. დღესვე დავით სონღულაშვილმა სახელმწიფოს ხელშეწყობით გახსნილი საწარმოები დაათვალიერა და ხილის ბაღებში იმყოფებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ პროექტებს, რომელიც განხორციელდა ჩვენი რეგიონული განვითარების სააგენტოს დაფინანსების მიერ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტები. ადგილზე ვნახოთ ყველა ის როგორც მეწარმეები, ასევე ფერმერები, რომელსაც აქვს ხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ვნახოთ რამდენად წარმატებულები არიან, ვნახოთ რა შეიძლება კიდე მეტი დაჭირდეთ სახელმწიფოსგან, როგორ შეიძლება კიდე უფრო მეტად განავითარონ თავისი პროექტები და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ როგორ შეიძლება რომ ღირებულებათა ჯაჭვი სრულად შეიკრას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის უკავშირი წარმოებლებს ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს პროგრამები, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს კერძო სექტორი, ზუსტად ასეთი კომუნიკაციით და ასეთი ურთიერთობით არის შესაძლებელი. ფაქტიურად უნდა ითქვას, რომ ამ მეურნეობის განვითარებაში ლომის წვლილი აქვს სახელმწიფოს. თუ არა ეს შეღავათიანი სესხები და დახმარებები, ნამდვილად ამდენს ვერ მივახცევდით. დღეისთვის უკვე ფაქტიურად ყველაფერი გაკეთებული გვაქვს ნაკვეთების და ველოდებით უკვე მოსავლის აღებას. რაც შეეხება შარშან თავიდან პრობლემები ქონდა მარცვლეულის პროდუქციაზე, მაგრამ მე გამოსწორდა ყველაფერი, დღეისაც ყველაფერი კარგად არის და ველოდებით საკმაოდ დიდ მოსავალს და ფასებზეც ოპტიმისტურად ვართ გაწყობილი, ფასიც ალბათ ის იქნება, რომ თვითღირებულებას დააბალანსებს და მოგებაზეც გავალთ. საწარმო გავხსენით 2023 წელს. ჩვენი მთლიანი ბიუჯეტი იყო კომპანიის 1.500.000 ლარი. აქედან 709,000 ლარი იყო აგროსესხით ვისარგებლეთ. 400,000 იყო სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი, რაც ძალიან კარგი იყო და ძალიან გვერდში დაგვიდგა სახელმწიფო. 400,000 ლარი იყო ჩვენი კომპანიის სახსრები. იმის შემდეგ მუშაობ წარმატებით, ძალიან კმაყოფილები ვართ ესე რომ ვთქვათ და დავნერგეთ ISO 22000 და ვაწარმოებთ კომბინირებულ საკვებს ფერმის ცხოველებისათვის და ფრინველებისათვის.